მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ გადავწყვიტე ვიდეო ლაივი ჩამეწერა ძალიან მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, რომელიც გაჟღერდა ეს დღეები არის. ჩვენ ამდენი ხანი ველოდებოდით, რომ ჩინელები ააშენებდნენ, ესე იგი, ანაკლიის პორტს და უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე სახელმწიფო ააშენებს ამ ყველაფერს, ქოცების ვერაქობალია გამოვიდა და განაცხადა ეს განცხადება. მოკლედ ამაზე მინდა თავში ვისაუბრო და მეორე ნაწილში ვისაუბრებ აი არაბიზაციის ამბებთან და იმ განხეთქილებების თემა მინდა გავაგრძელო რა. ამიტომ პირველ რიგში მაინც ამას გამოვეხმაურები და იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. ფაქტია ის, რომ ამდენი ხანია ამ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ დაიწყო, იმიტომ რომ ანაკლიის პორტი ეს არის თავიდან ბოლომდე საქართველოში არსებული ნაცქოცური ხელისუფლებების შეთქმულების ტყვე და ეს სახელმწიფოსთვის არავის არ აინტერესებდა, ყველა ცდილობდა თავის ფული როგორ ეშოვა ბლომად, რაც შეიძლება მეტი და სულ ფეხებზე ეკიდა სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები. ეს დაიწყეს თავიდან ვითომ ჯერ მიშა იძახო და ლასიკა უნდა აეშენებია იქ და უნდა ჩაისახლებია. არაბების ქალაქი უნდა შეექმნას, სხვათა შორის იქ კონსტიტუციაში შეიტანეს ცალკე დამოუკიდებელი ქალაქი. გახსოვთ ეს ყველაფერი და იქ რა ვიცი, 9 მილიონიან ქალაქს აშენებდა, სადაც დიდარი არაბები უნდა ჩამოესახლებიათ. მაგრამ მე ქოცები მოვიდნენ, ქოცებმაც რა თქმა უნდა საერთოდ ფეხებზე დაიკიდეს ეროვნული ინტერესები, როგორც იყო ყოველთვის, გაგრძელდა ეს კორუფციული სკანდალი, მიცეს თავიანთ ძმას და მეგობარს, ახლა რომ ვითომ ოპოზიციაში ყავთ ხაზარაძეს, აჯიჯგნიეს ეს ყველაფერი, აღმა, მე იმასაც არ დაამთავრებიეს, მე ჩინელებმა უნდა აშენუნო და ეხლა საქმეზე რომ იდგა, ეხლა გამოხდა უცებ და გაახსენდათ სახელმწიფო. და გამოუგნებელი არის ამ ნეოლიბერალური ეკონომიკის ავადმყოფებიდან ხსენება იმის, რომ რაღაცა სახელმწიფო პროექტი შეიძლება იქნას ქვეყანაში აშენებული, რადგან ამათ რომ მკითხო სახელმწიფო მარტო გადასახადები უნდა აკრიფოს და დარჩენი უნდა იყოს სხვისი. ფაქტია ის, რომ ჩინური კომპანიები და სხვა კომპანიები, რომლებიც იყვნენ აქ, ჰქონდათ თავი ჩადებული ამ საქმეში, რაღაც სანქციებში მოექცენ, ზოგი ასე, ზოგი ისე, გლობალური ეკონომიკა ასე არის ახლართული და იძულებულები გახდნენ, რომ სახელმწიფოს სახელით გაკეთდეს ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა მისასალმებელი არის ის, რომ სახელმწიფოს სახელით უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი და რაშია ხალხო იცით საქმე? ერთია რომ სახელმწიფოს და ხალხის საკუთრება იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე არის კიდე სულ სხვა რაღაცა. მსგავსი დიდი პროექტები, რომელიც საქართველოს შეიძლება გაკეთდეს, ამ დიდმა პროექტებმა შეიძლება ქართული გაფანტული ემიგრაცია დააბრუნოს უკან ხალხი, რომლებიც წლობით არიან გადახვეწილები და ვერანაირ გამოსავალს ვერ ხედავენ საქართველოში, როგორც უფსკერო ორმოში ყრიან ფულს აგზავნიან ყოველთვიურად, აგზავნიან და არაფერი არ ეტყობა არც ოჯახს, არც ქვეყანას და წლობით და აქ რამდენი გარდაიცვალა და რამდენს მერე გადასვენების ფულსო უხდითო ამას ამადლიან ხალხს. აქ იყო ძალიან ელემენტარული რაღაცა. ეს თუ კეთდება სახელმწიფო სახელით და თომას აკეთებს სახელმწიფო, მაშინ ეს ჩემზე უკეთესად ახსნიან ამას ეკონომისტები, მე მინდა ძირითადი გითხრათ. აქ შეიძლება და ერთადერთი მთავარი რაღაცა გაკეთებულიყო. პორტის მშენებლობა თლიანად ინვესტირებული ყოფილიყო საქართველოს მოქალაქეების მიერ და ემიგრანტების თანაინვესტირების ფონდთან ერთად. გამოეშვათ ობლიგაციები და ესენი რო იძახიან ამდენი მილიარდი და იმდენი მილიარდი ვიღაცა არაბ შემოაქვს, ვიღაცა ჩინელ შემოაქვს, ბოლო 5 წლის მანძილზე 15 მილიარდია ემიგრანტებიდან საქართველოში გამოგზავნილი, რომელიც სამჯერ ააშენებდა ამ პორტს. და გახდებოდა ქართველი კაცი ამ პორტის თანამოწილე, საქართველოს მოქალაქეების იქნებოდა ეს ყველაფერი და არავის არ იქნებოდა ცხვირის ჩაყოფის საშუალება და სამართავად ვინც კიდე ის ყოფილიყო მაგ პორტისა შემოსავალი იქნებოდა მთელი ცხოვრება. ეს მარტო ამ პროექტზე კი არა, მე ამ ძუყნებს მინდა მიმართო, ამ ქოცებს, ამ ვითომ თავიანთი დიდი ეკონომიკის მცოდნე იმის, რა ქვია, ივანაშვილს მინდა მიმართო, თქვენ ახხრებო, თქვენ ჩათალახებო, ბიჭო, თქვენ ქართველი კაცი საქართველოში არ გინდათ.
თქვენ საქართველოს გინდათ, არც ქართველი გინდათ ქვეყანაში და იმიტომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ, ესეც ახლა სანქციებმა შეგიშალათ ხელი, თუ არა ესეც იქნებოდა გაყიდული ვიღაცა სხვაზე. ნებისმიერი პროექტი, რომელიც დიდი მსხვილი პროექტი არის საქართველოში, არა აქვს მნიშვნელობა ეს ჰესი იქნება, თუ ის ასაშენებელი არის, თუ პორტი იქნება, თუ რა იქნება, რომელსაც მუდმივი შემოსავალი გააჩნია, ეს შეუულებრივად შეეძლო ქართველებს აეშენებია. და ეყიდა ქართულ ემიგრაციას აქციები და ყოფილიყო მოწილი ამ ყველაფრის და მე ადრე თუ გიან დაბრუნებულიყო საკუთარ სამშობლოში, როდესაც ეს ყველაფერი დაბრუნდებოდა, მაგრამ ფეხებზე კიდიათ. აი ესეთი მოღალატეები ხართ, აი ესეთი ქვეწარმავლები ხართ, ქოცები. და ეხლა სახელმწიფო სახელით აკეთებ, თვითონ ბიუჯეტით, თვითონ ამით, თვითონ მაგით საკითხავი არის, იმიტომ რომ შენ ხვდა რამოდენიმე მათ შორის უზბეკურ გვერდებზე ძალიან საინტერესო თემა არის უზბეკების შემოსვლა საქართველოში. ამაზე ცალკე ფიქრობ, რომ ცალკე ბლოგი არის გასაკეთებელი, რომ საქმის კურსში ვიყოთ, დიახ, საქართველოს თავისი ფინანსური განვითარების და ინვესტიციების რეალური მიღება თუ რეალური ინვესტიციაზე აქვს საუბარი და არა რაღაც აქ ჩამოსახლებებზე და დასახლებების გაკეთებაზე. რეალური ქარხნების, ფაბრიკების დიახ, ეს ყველაფერი ზუსტად აზიურ კაპიტალზე უნდა გააკეთოს. ასია ეს, იმიტომ რომ ვინც ნახა ჩემი ბლოგი, რომელიც ეზღულებოდა ირანის ომს, ნახავ ჩემო ძმაო, მოგვიანებით აუცილებლად. ირანის ომს ყველა მარტივად შეამჩნევდა, რომ სოფლიო ეკონომიკის 69% მოდის აზიაზე და დანარჩენი 31% მოდის სხვა დანარჩენ სამყაროზე. და დიახ, აზიაში არის ფული და დიახ, აზიაში არის უზარმაზარი რესურსები, რომელსაც შეუძლია ქვეყანა ფეხზე წამოაყენოს. და შესაძლებელი არის, რომ სახელმწიფოს და ხალხს და ამ აზიურ კომპანიებთან ოღონ ქარხნები, ფაბრიკები, ჰესები, პორტები, ესენი შესაძლებელია ეს ყველაფერი გაკეთებული. ამაზე ცალკე ვისაუბროთ, ცალკე იქნება, მაგრამ აი ესეთი ქვეწარმავლები ხართ, გაიგე? ეხლა სახელმწიფოს სახელით ლაპარაკობთ და სულ ფეხებზე კიდიათ სახელმწიფო და ხალხი მეტი გამოსავალი არ დაგჭირთ, უბრალოდ და აკეთებთ ამას. აი, როდესაც მეუბნებიან თუ რატო არის ბიძინა ივანაშვილი მოღალატე და რატო არიან ხოცები მოღალატეები, მარტივად გიხსნით, რომ თქვენ ქართველი ერი გაწირეთ ემიგრაციისთვის, გადაშენებისთვის, გაქცევისთვის და საქართველოს ტერიტორიების ათვისება გინდათ უცხოტომელებს მისცეთ. და ჩამოვიდეს იქ ვიღაცა და სხვა მიიყიდოს. თქვენ არ გინდათ სულა ამოსუნთქული ქართველი. თქვენ გინდათ შიერი, გაჭირვებული, გაღატაკებული, გაძვალტყავებული ქართველი. და ეს ახლა დაგვიწყებენ საუბარს, რომ 14 წელია ხელისუფლებაში არიან და 14 წლის მანძილზე 5-ჯერ, 6-ჯერ აშენდებოდა ექსპორტი. და უკვე ფუნქციონირებაში იქნებოდა, რომ სახელმწიფო ინტერესი ყოფილიყო დაცული. და რომ ამას საქართველოს მოსახლეობასაც გაამდიდრებდა, სახელმწიფო ბიუჯეტშიც ფული შევიდოდა, ვერც ვერავინ იმას ვერ გეტყოდა, რომ შენი მოსახლეობით რატო აშენებ ამ პორტს. იყო არსებობდა ესეთი პრეცედენტები, აი მაგალითად, ესეთი პრეცედენტი მოხდა ზუსტად ეთიოპიაში. არც ისე დიდი ხნის წინ. მდინარე ნილოსზე ეთიოპიამ გადაწყვიტა, რომ აეშენებია უზარმაზარი კაშხალი. ნუ ეს ცალკე საკითხი არის, ამხელა დაძაბულობები მოყვება, იმიტომ ერთადერთი მაცოცხლებელი მდინარე იყო და არავინ მსოფლიოში არ მისცა არც კრედიტი, არც მშენებლობის საშუალება, არაფერი და ეთიოპიელმა ერმა და ზუსტად ეთიოპიურმა ემიგრაციამ ყველა მთელი ფული გადააგზავნეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მათთვის. და ეთიოპიელმა ხალხმა ააშენა თავისი ხარჯით მთელი ერი გაერთიანდა და ეთიოპიელმა ხალხმა ააშენა ეს უზარმაზარი კაშხალი ნილოსზე. და კაციშვილმა ხელი ვერ შეუშალა, იმიტომ რომ ვერავინ ვერ გეტყვის შენ იმას, შენ ქვეყანაში რატო აკეთებ რაღაცას. და თუ სახელმწიფოს დაასანქცირებენ, მაშინ დასანქცირდება ის სპორტიც და ისიც და არა ვიღაც კომპანიები. და არასდროს არ იქნება ეს ინტრიგნები და ის ვიღაცა გიჩივლებს, ეს ამას გიჩივლებს, ასე გიზამს, ისე გიზამს, მაგრამ თქვენ ფეხებზე კიდიათ. ფეხებზე კიდიათ სამშობლო. მე გეუბნებით, ქოცები, თქვენ ხართ ქვეწარმავალი მოღალატეები. ეხლა თქვენ რომ მართლა სამშობლოსთვის რამე გინდოდეთ და პირველ რიგში ეკონომიკური ამოსუნთქვა ქართველი არის, იმდენი საშუალება არის, რომ ქართველმა ერმა და ქართულმა სახელმწიფომ ამოისუნთქოს. ნუ არ ვიცი ახლა ამის ზედმეტი ამაზე ლაპარაკი რა. ზედმეტი ამაზე ლაპარაკი, მაგრამ თქვენ ეს არ გინდათ. ამიტომ რომ ისეთივე მოღალატეები ხართ, როგორი მოღალატეებიც მოვიდნენ 92 წლის მერე არიან ჭამენ ქვეყანას და აქცევენ საქართველოს მოღალატეთა კავშირის ესახართ, რა ქვია, ჩვეულებრივი გამაგრძელებლები და აი აქ ელემენტარული ამ დილაზე მქონდა დადებული საქართველოს დეინდუსტრიალიზაციის, აი ბნელი, საბჭოური,
საბჭოური, ესე იგი, იმის, რა ქვია, თურმე ეკონომიკა და ქარხნები უნდა დანგრეულიყო და აი საქართველოს დეინდუსტრიალიზაციამ რა მოუტანა ქვეყანას, აგერა 500,000 სამუშაო ადგილის დაკარგვა, 1,500,000 ემიგრაცია, ტვინების გადინება, რაც მთავარია და ქვეყნის გადაქცევა მარტო ხაჭაპურის მცხობელ და ხინკლის გამკეთებელ ერად. ასია ეს, როდესაც ქარხანა არა, ფაბრიკა არა, აღარც ინჟინერი არავის არ ჭირდება. რო აუქმებდა, გპ-ის, ხო, მართლა რაში ჭირდება ის გპ-ი რა? საქართველოში ქართველი ინჟინერი არავის არ ჭირდება, იმიტომ რომ არაფერი არაა და ტექნიკური მიმართულების ხალხი რა, ვის რა ფეხებზე არ გიდია, კაცო? აი ეს და ცხონებული ზვიად გამსახურდია. იმის გამო კი არ დაანხეს, რომ მართლა ქონდა მას ეროვნული სახელმწიფო კი, მაგრამ რო დააბრალეს ეს რაღაცა პროვინციული ფაშიზმი და ოსების მტრობა და 1000 უბედურება, რაზეც დღემდე არის წივილკივილი, თავარი მტრობა დასავლეთისგან და აი ამ ნეოლიბერალური სამყაროსგან ის იყო, რომ ზვიად გამსახურდია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პრიხვატიზაციას, აი ესე კაპიკებში დაყიდვას ქონების, მიწის და ბევრი კითხვა არ იყო ცხონებულისთვის დასმული, იყო სულ მხოლოდ და მხოლოდ 3 კითხვა იყო დასმული. ერთი ეს იყო, მოდიხარ თუ არა ნეოლიბერალური ეკონომიკის მოდელზე, დაანგრიე, დალეწე ყველაფერი და გაყიდე, როგორც ხდებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ყველაფერი უნდა განადგურებულიყო და ამათ უნდა შეეჭამათ, იმიტომ რომ ბაზარი მე ათვისებადი ყოფილიყო და დამოკიდებული ყოფილიყო ქვეყანა იმპორტზე, ეს ეკონომიკური მკვლელები ვინც არიან, ებრაულ ამერიკული ისა მაფია, ეს მსოფლიო ბანკი, ეს ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი და ეს და მეორე იყო მიწის გაყიდვის საკითხი, რომელი მიწის გაყიდვის საკითხთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ცხონებული იყო ორახა ზვიადი გაყიდი და 1 სანტიმეტრი ქართული მიწას, მაშინ უნდა ყოფილიყო იგი, რა ქვია, სააკაშვილი, შევარდნაძე, ან ესა რა ქვია, ივანაშვილია ეს თუ ისა, რა ქვია, ხუხაშვილი ჯერ ვერ გაურკვევიათ რა თავისი ჯიშო საქციელით. რა თქმა უნდა ამაზე უარი იყო ნათქვამი და იყო ძალიან ხისტი ფორმით იყო ნათქვამი, რომ არ შეიძლება მიწის გაყიდვა, მიწა ეს მარტო რესურსი არ არის, ეს არის საკრალური კუთვნილება ქართველი ერის, რომელზეც ჩვენ წინაპრების სისხლია დაღურილი და არ შეიძლება უცხოელი გახდეს საქართველოს ქართული მიწის მეპატრონე. რაც შეეხება ქარხნებზე და ფაბრიკებზე, აქ პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ეს არის ამ ხალხის შრომით აშენებული, კი ბატონო, ინვესტიციის წინააღმდეგი არა ვართ, მაგრამ ჯერ ხალხი თვითონ ვინც იქ მუშაობს, თავისი წილი აქვს, მათი შრომით არის ეს აშენებული. და შემდეგ ინვესტიცია 51%-ის იქეთ, რაც გინდათ ისქენით და სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა საერთოდ არ შეიძლება. და მესამე პუნქტი იყო ზუსტად იქ, რომელზეც შემდეგ ამხელა ყუდები აქვს, მომული და ასი აქვს და ისი აქვს და ის აქვს, იქ იყო პირდაპირ დოკუმენტაციაში ეროვნების და მამისახელის ამოღება, რომლიდანაც გამომდინარე, შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა საქართველოში უკვე ერთსქესიანობა, გენდერობა, უბედურება და ასე შემდეგ და დღემდე არის აკრძალული ეროვნების ჩაწერა, ხო? არ ვიცი. მე მაჩვენეთ ერთი ნორმალური ქართველი თუ არა ქართველი, გინდათ იგივე ოსი და გინდათ იგივე აფხაზი, რომლებსაც არ უნდათ თავის პირადობის მოწმობაში ეწეროთ ეროვნება ქართველი, ეროვნება აფხაზი, კი ბატონო, ოსი კონდეთ. უნდა თავიანთი იდენტობა, მაგათ რო კითხოთ. მაგათაც უნდათ. არა მარტო ჩვენ გვინდა, ხო? მაგათაც უნდათ. ხო და მე ვისაც მისი ეროვნების ცხენია, ის ადამიანი მოდი და საერთოდ ნუ იქნება რა, საქართველოს მოქალაქე ადგეს და წავიდეს რა, აქედან საერთოდ. კაც რომ მისი ეროვნების ცხენია, ის ადამიანი არც იმ ქვეყნისთვის არის კარგი და არც სხვა ქვეყნისთვის იქნება კარგი. წადით ეგ უჯიშო ამერიკაში და გადაშენდით იქ რა. მე მიმფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გვარს იცვლის, იმიტომ რომ ქართველობა დაიბრალოს და თავისი იდენტობა დაკარგოს. საჩვეულებრივი მოღალატე. აი ეს გამოიწვია, ამიტომ მოხდა დამხობა, უბედურება და მოვიდა ეს პროცესები დღემდე და ასე გრძელდება ეს ყველაფერი. ეხლა თვითონ დიდი ეროვნულები რო გამიხდნენ ეს კოცები და ეროვნული ინტერესებს რო იცავენ, სამარცხვინოა ხალხო, ეს არის სამარცხვინო ხალხი. სამარცხვინო ხალხი, მე გული მისკდება უბრალოდ რა ხალხის ქვეყანაში, რა ხალხი არის, გაიმასკილე, აგერ
ერთმა დამიწერა ხუხაშვილი კი არა ბაგრატიონი ყოფილა. გახდება, კი, გახდება, იყიდიან გვარებს და გახდებიან ბაგრატიონები. მოიყვანენ ვიღაცა ბაგრატიონს და ცოლად დაეწერებიან და მერე იტყვიან როგორც დავით სოსლანი იყო, ეს რა ქვია, თამარ მეფის მეუღლეო, ახლა მეფე იგი უნდა იყოს და მისი შთამომავლობაო, როგორც რუსუდანი იყო ბაგრატიონიო, ისე ლაშა გიორგი იყოსო ბაგრატიონიო. ისე იყოსო ამათი შთამომავლობაო. გააკეთებენ ამას, დამიჯერეთ, იზამენ. წავლენ ამაზეც, ესეთი თვლიან, რომ საქართველოს ბოლომდე გადაუარეს ბოლომდე ეს. მიტო არის, რომ ბაგრატიონები ურიების შთამომავლები არიან, მithom და დავით მეფიდან მოდიან და 1000 ბოდვები ხდება ესე. თურმე ცხეთა და ესა უფლისციხე მეორე იერუსალიმი და ვითომ ქრისტე აქ ჯვარზეა წამეს და ახლა ამდენი ბოდვები ისმის, ვერ ხედავ? და ეს არის მთლიანად იდეოლოგია, როგორიც მოდის, იმას მოაქვს ისეთი ეკონომიკური მოდელი და საქართველოს ეკონომიკა და საქართველოს როგორც სახელმწიფო დაანგრია ნეოლიბერალური ეკონომიკის მოდელმა. ყველაფერი გაყიდე, ყველაფერი დაყიდე, ყველაფერი მიეცი აქეთ, იქეთ, აი ჰუი, მორჩა სახელმწიფოს არაფერი, ამას არაფერი, არავის არაფერი, ყველა მიხედოს ბაზარი დაარეგულირებს თავისას ყველაფერს. ეგ არის. ასე რომ შენ იდეოლოგია ქონდეს პოლიტიკური, ნეოლიბერალური და ეროვნული ეკონომიკა განახორციელო, ესე არ ხდება. ისე როგორც საბჭოთა კავშირი იყო ისეთი ეკონომიკური მოდელის, როგორი ეკონომიკური მოდელისაც იყო, სახელმწიფოს ეკუთვნოდა ყველაფერი და ვითომ რო პერესტროიკა მოინდომეს დააქციეს ქვეყანა საერთოდ. აი, იგივე შეერთებულ შტატებში ახლა მაგალითად რო სახელმწიფოს გაკეთდეს მთელი იმის, არ ხდება ესეთი რაღაცა რა. არ ხდება. ხო. ეხლა მინდა გადავიდე მეორე მომენტზე. მეორე საკითხთან დაკავშირებით, რომელ საკითხთან დაკავშირებითაც ვიცი შემოძმაო, ვიცი ბევრმა აი გუშინაც აქ უამრავი იყო შემოღრილი, დაუბლოკე ეს. ბევრმა ქართული გვარი მიიღო, თუმცა ქართული სისხლი იმათ არ აქვს, ქართული აზროვნება იმათ არ აქვს, ქართული იდეოლოგია მაგათ არ აქვს, ლაპარაკობენ ქართულად. გაიხარე იმე და გენასვლა. ლაპარაკობენ ქართულად და ეზიზღებათ საქართველოს და აკეთებენ ყველაფერ არაქართულს. და ეფარებიან ქართულ სახელს და გვარებს. ეს კატასტროფული პრობლემაა საქართველოში. და ეწოდებათ ძაღლი და ეწოდებათ კატა და ადამიანი ამ ხალხს არ ეწოდება. და მე რო ეტყვი ამ დედამოტყნული შვილებს, რამეს რო ძაღლი და კატა თუ გეწოდება, ადამიანი რატო არ გეწოდება? მე და გამოგივა ეს დასირებული ბაკურია სვანიძეებისნაირი დედამოტყნული ხალხი და აგიწყებენ ვიდეოები ჩაწერა. ჩუგას ეს უჭირს, ჩუგა ძაღლი მიგაკვდა წულში. ამ სმელი მომწყან თქვენ გიდიან პატარიაზე, დაღმადიდებლები. და კატა და რა ვიცი რაც აკავთ. ეხლა მინდა ერთ საკითხს მოუბრუნდე, რომელზეც გუშინ მეორე საკითხი, რომელიც გუშინ მქონდა, მე საუბრობდი, მე მინდა თავშივე ვთქვა, არ შევალ მე არავის დაპირისპირებაში, არ მაინტერესებს, ეს არ არის ჩემი საქმე. მე ვიტყვი ერთ რა, არც შანის მომგები ადამიანი ვარ, მით უმეტეს იმ ადამიანებში, რომელი ადამიანებიც მართლა გულით და სულით იყვნენ, იქ სადაც იყვნენ და მართლა ეგონათ, რომ ქართულ საქმეს ემსახურებოდნენ და მართლა ეგონათ, რომ ქართულად აკეთებდნენ ბევრ რაღაცას და ბევრი შოქშია და ბევრი აწი გამოვა უფრო კიდე შოკიდან რა. მე მაშინ ვამბობდი ერთ რაღაცას რა. აქ არის მთავარი პრობლემა ეს ფსევდო ეროვნული პარტიები და ფსევდო ეს ეროვნული გაერთიანებები ყოველთვის უნდა დავკვირდეთ ლიდერს. და ეს მინდა დღესაც გაითვალისწინოს ძალიან ბევრმა, იმიტომ რომ საქართველოში პრობლემა არის სრულ ლიდერების ინსტიტუტი. კი, ერს ლიდერი ჭირდება, დიახ, პიროვნებები ქმნიან ისტორიას და ასე მოხდა სტალინი პიროვნება იყო და თუ იყო პიროვნების კულტი იყო პიროვნებაც და იგივე დეგოლი პიროვნება იყო და პიროვნებამ შეძლო ისტორიის დაწერა და დიახ ასე ხდება პიროვნებები ქმნიან ისტორიას და გასაგებია რომ ლიდერი ჭირდება. და ლიდერი ჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ უბედურება და ჩვენი ერის ტრაგედია რაში არის? ხალხმა და ერმა ვერ ისწავლა დღემდე ვერ ისწავლა ლიდერის ამოცნობა. ვერ ისწავლა, იმიტომ ვერ ისწავლა, რომ ბევრს მართლა უნდა ალალად ჯეროდეს, რომ ვინც ვითომ და რაღაცა ეროვნულს ლაპარაკობს, ის მართლა კაი კაცი არის, ის მართლა თავდადებული არის, ის მართლა ბოლომდე მივა. არა და ეგრე არ არის პოლიტიკაში საერთოდ ლაყაფისტი ადამიანები უფრო მეტს აღწევენ, ვიდრე რეალური პატრიოტები. რეალური პატრიოტები ძირითადად ეს ლაყაფისტები კლავენ და სულსაძრობენ. მე მინდა გითხრათ ეხლა დაიწყება ალბათ ისეთი გამოჩეკილი ლიდერები, რომელი გამოჩეკილი ლიდერების გვახსოვს
ყველა მთავრობის დროს, ყველას დროს და ეხლა სად არიან? ბევრი ძალიან კარგად ვიცი, სადაც აქ კაი სვამენ, კაი ჭამენ, კაი გულაობენ, კაი დროს ტარებაში არიან, კაი ფულიც იშოვეს და რო კითხო, ვითომ რაღაცა გააკეთეს ქვეყნისთვის სინამდვილეში, გააკეთეს ის უბედურება, რა უბედურებაშიც არის ერი, დაგსაქსულია, ჭამს ერთმანეთს, გადაკიდებულია ერთი მეორეზე, ზოგი აღმა, ზოგი დაღმა, ზოგი ასია და კიდე ერთი პირი არ ჩდება. მე მინდა აი ელემენტარული ფორმულით, აი ძალიან ელემენტარული ფორმულით გასწავლოთ ასეთი ადამიანების ამოცნობა. ჯერ ერთი პრობლემა არის ის, რაც არის. არა აქვს მნიშვნელობა ამას და ვინ იქნება, როგორ იქნება, რანაირად იქნება, არის დოგმატური, ჩვეულებრივი, დასმული პრინციპული, რომლის გადახედვაც არ შეიძლება. ეს არის ქართული მიწის არ გაყიდვა და საქართველოში უცხოტომელების ჩამოსახლება. მორჩა, ამაზე კომპრომისი არ შეიძლება შედგეს. დაამთავრდა, დაისვა აქ წერტილი. მორჩა და დაამთავრდა. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ლიდერი მოვა, რომელი ის მოვა, ეს უნდა იყოს, ეს არის ერის მოთხოვნა. და მორჩა. არანაირ კომპრომისზე წასვლა ამასთან არ შეიძლება. დაანებეთ ყველაფერს თავი. გადადევით ყველამ ყველაფერი. გადადევით ყველანაირი პირადული. მე რომ აგინებდით, წყევლიდით, ლანძღავდით, 1000 ბინძურებს წერდით. ვინც გაწერიებდათ, მათ შორის ის არა ქართველები სხვათა შორის, არა ქართველები, ვინც გაკეთებიებდათ ამ ყველაფერს, წესდარიგით თქვენ უნდა გსხვენოდეთ ახლა ამ ყველაფერს. რაც წაკეთებდით, არა მარტო ჩემს მიმართებით, სხვების მიმართებით. არ შეიძლება პოლიტიკური, ისა რა ქვია, ეროვნული იდეა და რაღაცა ემყარებოდეს იმას რა ქვია, ქვეყნის გადარჩენას და იქ არსებობდეს იმხელა სიძულვილი და იმხელა ზიზღი, რომელიც ზიზღი და სიძულვილის თქვენ გაგაჩნდათ სხვა ადამიანების მიმართ და გაგაჩნიათ ძალიან ბევრს. ძალიან ბევრს. და მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. აი გასწავლოთ ძალიან მარტივად ამოცნობა აი ამ ადამიანის, რომელიც სხვა ზეგ შეიძლება მოიყვანონ და დასვან. საქართველოს აქ ყოფნა არ ყოფნის პრობლემა. შეიძლება კიდე შექმნან და აუცილებლად შეეცდებიან შექმნან ახალი ლიდერი, რომელი ლიდერიც ამ ხალხს რაღაცამდე გაიყვანს, მერე მიატოვებს უბრალოდ შვაგზაში და გადაუხვევს. გიხსნით, აიღეთ პიროვნების ბიოგრაფია. ვისაც ლიდერად წამოგიყენებენ. ვინც ლიდერი გამოჩნდება. ჩახედეთ პიროვნების ბიოგრაფიას დაბადებიდან დღემდე როგორ მოსულა. აიღეთ საქართველოს უახლესი ისტორია. და შეხედეთ ამ პიროვნების ბიოგრაფიას ამ რთულ მომენტებში ომისა თუ მშვიდობიანობის დროს რას აკეთებდა ეს ადამიანი? რას აკეთებდა? თუ მართლაც უყვარდა სამშობლო და 50 წელს მიაღწია და 3 ომი იყო ქვეყანაში და არაფერში მიუღია მონაწილეობა. თუ ერთი დღე არ გაუტარებია სამხედრო სამსახურში, ჯანმრთელია, ჯანსაღია და დედის ერთად რო იყოს მოხალისედ უნდა მიდიოდეს. და უნდა იცოდეს საკუთარი სამშობლოსთვის ერთი ღამე უნდა კონდეს გატარებული სამხედრო სამსახურში. თუ მამაკაცია, თუ კაცია. ასია ეს. უნდა კონდეს გავლილი ის ცხოვრებისეული გამოცდილებები, რამდენი უსამართლობა იყო, უსინდისობა იყო, რამდენ რამეს აკეთებდა ნაცკოცი, ხო? სად იდგა ეს ადამიანი ამ დროს? და შეხედეთ თუ ადამიანს ეს გამოცდები აქვს ჩაბარებული წარმატებით, მაშინ კი ბატონო, ცანით ლიდერად და აღიარეთ და გაყევით. მე გეუბნებით, აი ეს კრიტერიუმები, მაგრამ თუ კი ამათ ბიოგრაფიაში ხინჯი არსებობს, რაღაც თუნდაც ელემენტარული დეტალი არსებობს, არანაირ შემთხვევაში ასეთ ადამიანს არ მიენდოთ რა. მე იმიტომ გეუბნებით, რომ კიდე არ გაწმილდეთ. იმიტომ ისინი არიან თაღლითები, გიყენებენ თქვენ, როგორც და იყენებენ მთელ ერს და რაც თავარია ახდენენ თესავენ ხალხში მერე ნიჰილიზმს. რაც გააკეთეს აგერ გრეჩიხებმა და არა მარტო გრეჩიხებმა უამრავის ჩამოთვლა შემიძლია. ნებისმიერი გამოვა ვინმე იტყვის, რომ ლიდერობა უნდა აიღეთ ამ ადამიანის ბიოგრაფია და შეეკითხეთ, შენ ბიჭო, ამა და ამ დროს ნაცი იყავი? აი, ქოცი იყავი? და შენ სადღაც აგერ
აგე რა 2012-13 წელში ვერ გაიგე კოცი ვინ იყო? და შენ ხან მეორე მოსulis კოცი იყავი, მესამე მოსulis კოცი იყავი. სალომეს უთრებოდა დღეს შეგიყვარდა სამშობლო და დღეს აგეხილა მესამე თვალი. არ მჯერა მე 50 წლის ასაკში, 40 წლის ასაკში. პავლეთ ქცეული სწავლეების მე არ მჯერა. არ მჯერა მე ამ ხალხს. ხო ვიცი 70000 ადამიანი რო იყო და ამ 70000 ადამიანის მოთხოვნა და გვერდში დგომა ადგა და ტელევიზიაში და 5 მილიონში თუ რაღაცაში გაცვალა. ხო გაყიდა. ერთხელ გაუყიდიათ, ორჯერ გაუყიდიათ, სამჯერ გაუყიდიათ, 4ჯერ გაუყიდიათ, არა მარტო მაგათ. დანარჩენებს სხვები აიღეთ. სხვები აიღეთ. მარტო გრეჩიხები რა. უზამართლობა მარტო გრეჩიხებზე ილაპარაკ. დღეს კოცია. წამოპლაკული კოცია. და რაც შეეხება იმათ, ვისაც წარე პახმელია გაქვთ. ძალიან წარე პახმელია გაქვთ. ეს ჯერ კიდე არაფერია. ჯერ კიდე არაფერია. ბევრ მწარე პახმელიას ნახავთ კიდე მომავალში. თუ გაზზე ვერ მოხვათ. მე გეუბნებით რა. ყველა იდეოლოგია ფეხებზე მკიდია. არ მაინტერესებს როგორიც გინდა იქ თუ გინდა LGBT იყოს ლიდერი და თუ გინდა ის კონც. არ მაინტერესებს არც ერთი იდეოლოგია. როდესაც ადამიანი გამოდის და ამბობს, რომ ის არის ეროვნული იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანი, ხო? მაშინ ეროვნული იდეოლოგიის მიმდევარ ადამიანს მოეთხოვება იყოს ქართველი კაცი, ვაჟკაცი კაცი. და კონდეს ცხოვრების გამოცდილებები ჩაბარებული. და არა ისე, რომ ამ დროს პატარა ვიყავი, ამ დროს არ მესმოდა, ამ დროს უცხოეთში ვიყავი, ამ დროს აქ ვიყავი, ამ დროს იქ ვიყავი. ყველაფერს გეტყვით ადამიანის პიროვნული ბიოგრაფია. თუ თქვენ გაკმაყოფილებთ ამ ადამიანის პიროვნული ბიოგრაფია, მაშინ კი ბატონო, ახლა ყოველთვის ცდილობენ, მე გეუბნებით ამას, იმიტომ რომ დააკვირდით, ყოველთვის ცდილობენ პიროვნებაზე შექმნან რაღაცა ლეგენდები. ახლა შევარდნაძის ლეგენდებზე მოდი აღარ გადავალ. არ ქონდა მაგას მარტო ლეგენდები, იყო ეკავა დიდი თანამდებობებიც სოფლიოში და კი ბატონო. და როგორ მიდიოდა ეს, რა ქვია, პროპაგანდა, რომ აი შევარდნაძე ასეთი ჭკვიანია, ასეთი გადასარევია, ქონდა იმას ბიოგრაფიაში, სოფლიო ლიდერები, კი ბატონო. მაგრამ როგორ აბოლებდნენ ხალხს, გერმანული მარკა შემოვა, გერმანია გვერდში დაგვიდგება, ეს იქნება, ის იქნება, ჭკვიანია. ხო ხედავთ რა მოიტანა. ნორმალური ადამიანი არ მომტყუდებოდა, იმიტომ რომ შევარდნაძე სანამ საგარეო საქმეთა მინისტრი იქნებოდა, ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მერე ეს იყო, რა ქვია, ცეკას მდივანი იყო და მერე გახდა ისა და მერე მობრუნდა დამხობის მერე. ძალიან კარგად იცოდა, შეიძლება მსოფლიოს არ წოდნოდა ვინ იყო შევარდნაძე, მაგრამ ქართველებს უნდა წოდნოდა. მერე სააკაშვილი აიღეთ. როგორ მოხდა მისი ბიოგრაფიის შექმნა, როგორი ჭკვიანი, როგორი განათლებული, ამდენი უნივერსიტეტები დამთავრებული. აი თურმე ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რომ ადამიანს მის ასაკში ამდენი უნივერსიტეტი დამთავრებული ქონოდა. ყველაზე ნიჭიერებში სამეულში ერთი რუსი, ერთი ესტონელი, ერთი მიშა. აი როგორ ხდებოდა მისი ბიოგრაფიის შექმნა, რომ ხალხისთვის მისაღები ყოფილიყო. ყველაზე მეტი და რაც მოიტანა ყველა უნახე. ყველაზე მეტი ძნელად ამოსაცნობი იყო ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია. რადგან ძალიან მცირე წრემით ცოდა სინამდვილეში ეს ვინ იყო. ძალიან მცირე წრემით ცოდა სინამდვილეში ეს ვინ იყო და ძალიან გამოცდილ ადამიანებს შეეძლო მისი ამოცნობა, იმიტომ რომ იცოდა მისი საქმეები, ან ძალიან კარგად იყო გარკვეული პოლიტიკაში. ძალიან კარგად იყო გარკვეული პოლიტიკაში და ძალიან კარგად იყო ესეთი, მაგრამ ძალიან ცოტა იყო რა, იყო 1% და 2% შეიძლება არც მაგდენი იყო ქვეყანაში. და კარგად იცოდნენ, რომ ეს არაფერს არ შეცვლა ჩვეულებრივ კურს გააგრძელებ. მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს, იყვნენ მათ შორის თბილისის მერი იყო ეს ადამიანი, რომელმაც ღიად გამოვიდა და თქვა და მაშინ რაც ილაპარაკა, დღეს ხდება ყველაფერი ასე, ვაშაძე არის გვარად. ზვიადის დროს თბილისის მერი იყო, რომელმაც წერტილძიმით დაუსვა დიაგნოზი ამ ბიოლოგიურ ნაგავს, რომელიც მოდიოდა მაშინ და გაუსვა ზუსტად იმ პიროვნულ მახასიათებლებს ხაზი, თუ რასაც აკეთებდა ეს ადამიანი და როგორც იქცეოდა, ის არ შეიძლებოდა სხვაგან სხვანაირად მოქცეოდა.
დანარჩენში ქონდა ამ კაცს ქონდა რაღაცა მითიური ქართველის ლეგენდა შექმნილი, რომ ეს იყო, რა ვიცი, სამშობლოზე და ქართველერზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, რომელი უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანის აკეთებდა მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის და ხალხისთვის სიკეთეს. მხოლოდ და მხოლოდ სიკეთით იყო ცნობილი. დაწყებული მისი სოფლიდან ეროვნული პროექტებით, ამით. მაშინ ქართველ ერს ძალიან ცოტას ჰქონდა სიმართლე გითხრათ, აქმის უნარი იმის რაც ხდებოდა. დღეს ყველას აქ აი იმ ხოცებსაც თვალები აქვს ახელილი, მაგის შენი ჭირიმე შენგენ აცვალეში როდებენ თავს. და კი ბატონო, ასე იყო შექმნილი. ასე იყო ამ კაცის ლეგენდა, თუმცა პირველივე მის საპარლამენტო ვადაში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი ვინ იყო და გამოჩნდა ქართული ოცნება ვინ იყო. რომ ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ქვეწარმავლები, სულ ფეხებზე ეკიდათ ქვეყანა, მხოლოდ და მხოლოდ აინტერესებდა თავისი შემოსავალი და ქართველი ერისთვის რაც იყო ყველაზე მეტი მიუღებელი უსამართლობა, კოჰაბიტაციის გამოცხადება, კოლექტიურად დამნაშავეებზე ხელის დაფარება ასე შემდეგ. ეს ამას მიუმატეთ LGBT პროპაგანდის დანერგვა საქართველოში დღეს რო იძახიან, რომ აუ ჩვენ რა შუაში ვართო. მიშას დროს და შევარდნაძის დროს LGBT-ების ტაშმანდური არ ყოფილა. ამათმა აყვავეს ქართველი ერის წინააღმდეგ ნარკომანია, ამათმა აყვავეს, რომელიც გენოციდია ერის, რაც ჩინეთს დაემართა, იმაზე უარესი გვჭირს ჩვენ ოპიუმის ომით. გადახედეთ ახალგაზრდობა, სიკვდილიანობა, ბარიგობა. დამთავრდა რა. ამას ვერ უნდა ხედავდე? ქვეყანაში შექმნეს დანაშაულებრივი სინდიკატი და ახლა ვართ ამ ყველაფრის შემხედვარი. რომელმაც თავიდან ბოლომდე გარყნა, გადააგვარა, მოათახსირა სრულად ყველაფერი ქართული ქვეყანაში. ახლა ჭირდება ვითომ ეროვნული ფლანგი და ესაა მაგის ეროვნულობა აგერ ჩამოსახლებული აგერ 10,000-ობით და კიდე მომავალში თუ 100,000-ობით ჩამოსახლებელი არაბი და აი ახლა ამ ყველაფერს ჭირდება ის რომ მაქსიმალურად ქართველები იყვნენ ერთმანეთში დარეული, მაქსიმალურად იქნას ერთმანეთის ჭამა, ერთმანეთის სიძულვილი, ერთმანეთზე კომპრომატების დადება, მოგონება, შანტაჟი, 1000 უბედურება და ახლა არის გარდამტეხი მომენტი, იმიტომ რომ თუ ეს გარდამტეხი მომენტი გადატყდა ისე გადატყდა, რომ ამათ მაინც თავისი გაიტანეს და იქ არაბული დასახლებები გაჩნდა და თუმეტეს ინფორმატით და იმით საქართველოს დაივიწყეთ ისეთი როგორც იყო აღარასდროს აღარ იქნება. ეს არის პირდაპირი დემოგრაფიული კოლაფსის ხელშეწყობა, იმპორტი საქართველოში მოსახლეობის გადაშენების პირას მყოფ ერში თან შეძლებული მდიდარი მოსახლეობის, რომელსაც საქართველოსთან ვეღარასდროს ვეღარ გააძევებ. და ამის უფლება არ გექნება. ამას აკეთებს დღეს ეს. ამიტომ დამთავრდა ამის მერე ჩათვალეთ თქვენ რომ რასაც ის გირჩი ბიძინა ივანიშვილის და მაგათი შექმნილი არის და რომელიც ღიად ამბობდა რომ საქართველოში 1/3 ქართული მოსახლეობა რო იყოს და თავარია მოქალაქეობა, პასპორტი ქონდეს და სხვა ხალხი მივიღოთ, არაფერი ეს ბედნიერება არის და ვინც მაგის წინააღმდეგი ხართ, თქვენ ხართ ფაშისტები, რა ქვია იმას. რა გვარისაა ბიჭო. ეგრელიშვილია, მე მგონი ბაყაყს რო გავს რა, ის გირჩში როა რა, ელოტი თავის. აი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტი თავიდან ბოლომდე, რომელმაც ყველაფერი უბედურება განახორციელა, მონახა ესეთი მოღალატე ქართველები, რომელმა მოღალატე ქართველებმაც ხელი მოაწერეს აბსოლუტურად დეზერტირობა იქნებოდა, ნარკომანია იქნებოდა, ოკუპაციასთან ჩახდა იქნებოდა, ჩამოხდა იქნებოდა, ყველაფერს მოაწერეს ხელი. ეს იყო ბიძინა, ეს მე არ ვამბობ ამას. ჩახედეთ რას ამბობდა თვითონ გირჩი რას ამბობდა თვითონ ეს მეგრელიშვილი რას ამბობდა ამას ამბობდა პარტია რო იქნებოდაო და ჯაფარიძეო რომ მოვიდაო ჩემთან რომ მე ვკითხეო ბიძინა რა აზრის იყო ამ საკითხებზეო და კი ბატონო თანახმა იყო ეს არის ერთი სისტემა ეს არის ერთი დამპალი სისტემა არ ელოდეთ ხალხო რომ ვინმე დღევანდელი მოქმედი პოლიტიკოსებიდან გამოვა და ეროვნულობაზე თავს დადებს გამორიცხულია ეს
სისულელია ამაზე ლაპარაკი. აბსოლუტურად ყველა არის დაკომპრომატებული. აი ყავთ მაგათ ესეთი ალტერნატიული ესა რა ქვია ფსევდოეროვნული მოძრაობა. აი ესა. ერთიანი ნეიტრალური საქართველო. ეს ახლა რო გამოხდნენ და იმას რო ყვირიან თურმე LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით რო პრობლემებია თურმე ევროკავშირი რო ითხოვს და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. მინა ეს ხალხი იგივე პროექტი არის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების როგორც იყო გირჩი. იგივე პროექტია თავიდან ბოლომდე. ვინ არიან მათი ლიდერები? აიღეთ მაგათ ბიოგრაფიას ჩახედეთ. ჩახედეთ ვინა ხა ვატო შაქარაშვილი თუ აღარ გაიცანით ვინაა და რა ცხაჯერ ქოცებმა ლიდერათა აკურთხეს და ასექნეს და ისექნეს და მაინც რაფელი გამოვიდათ მაგათგან და ეგ რა ყავთ რა ქვია უქრუაშვილის გენერალი რომელმაც ნიკოლაიშვილი რომლის ბრძანებითაც კოდორის ხეობა დაიბომბა. ხაიმან უნდა ქართული სოფლები ქართულ ჯარს დააბომბია. ხო ეს ხალხი გვპირდებათ მომავალს და უკეთეს. შეუძლებელია ხალხო და არასდროს ესენი ხმას არაბიზაციაზე არ მოიხებენ. არც ეს, არც მანჯავიძე, არც გულაშვილი, არც ხო გახსოვთ ესენი არც ისე დიდი ხნის წინ იყო ქართული მიწის მადლმა ყველას ჩამოხადა ნიღაბი. და ვისაც არ ჩამოხადა და ვინც თუნდაც ღიათ აცხადებდა რომ წინააღმდეგ იყო ამ ყველაფრის იმ ადამიანებზე მიდის 1000 სიბინძურის მოგონება, 1000 ტალახის სროლა, 1000 შანტაჟი, ერთმანეთში გადაკიდება, ერთმანეთის ჭამა და ეხლა მაინც ის ტვინი მაინც გეყოთ ბიჭო, აი ყველას გეუბნებით რა, ყველას გეუბნებით, გეყოთ ბიჭო ის ტვინი ებრაელების, სომხების, უკრაინელების და სხვა ჯიშის ადამიანების მიერ შემოგდებული ერთმანეთის ჭამა, იმიტომ რომ იდეა რასაც ქვია ქართული მიწა არ გაიყიდოს ამის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს გახდეს მეორე ხარისხოვანი. ვინც ამ ყველაფერს ყვებით და ვინც თქვენ პირადულს არდებთ, არ გინდათ გადადება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ იდეის ირგვლივ შეიკრას ერი. თქვენ ისეთივე ჩვეულებრივი მოღალატეები ხართ, როგორც დანარჩენები. ჩვეულებრივი მოღალატეები ხართ. როგორ შეიძლება სამშობლოს ასე უჭირდეს და შენი პირადული ეძებო იქ, ვიღაცამ პარტიული ხმები ეძებოს, ვიღაცამ პირადი კარიერის გაკეთება ეძებოს, ვიღაცამ რაღაც არ გიყვართ თქვენ არც ერთ ქვეყანა. და ესეთი ცრუ ლიდერები ღუპავდნენ ქვეყანას და დაღუპავენ მომავალშიც და თქვენ კიდე ხალხო აი გეუბნებით თუ გინდათ ადამიანი იცნოთ და თუ ვინმე გამოდის და ლაპარაკობს რომ მას უნდა ქვეყნისთვის კარგი შეხედეთ ბიოგრაფიას და უფრო მეცაც გეტყვით ჩახედეთ მათ ბიოგრაფიას, მათი მშობლების ბიოგრაფიასაც, იმიტომ რომ ეკალზე ვარდი არ ამოდის. ეს დიდი ხნის უკანაა, თქვა. ხოშტარიას შვილი, გოგი ხოშტარიას შვილი არის ელენე ხოშტარია. და კარგად ხედავთ ვინაა და რა. კობახიძის მამის შვილი არის ირაკლი კობახიძე. იმას არ შეეძლო გაეზარდა ონიანი, ალეკო ონიანი, იმას არ შეეძლო გაეზარდა ზოიძე, მისი ათლული ვინც ჩაიხუტა და მოკვდა. იმას არ შეეძლო გაეზარდა ანწუხელიძე და სხვა გმირები ესენი ვერ გაზრდიდნენ. ესენი გაზრდიდნენ აი ასეთებს, რომლებიც იტყოდნენ რომ ეროვნული ცნობიერება არ ვიცი რა არის და საშიშათაც მიმაჩნია. არ არსებობს ეს. გამორიცხულია ეს. და როდესაც ქვეყანა იქცეოდა და როდესაც ქვეყანა მიწასთან სწორდებოდა და 1000 უბედურება იყო ქვეყანაში, აი კონკრეტულ შემთხვევაში ეს იყო გერმანიაში და სწავლობდა და ტაშფანდურობდა და დროს ატარებდა და აქეთ-იქეთ და ჩამოვიდა და სოროსელი იყო, ჩვეულებრივი სოროსელი იყო. ღალატი პირველადაა, ძნელი თუ არა, მე საფიანი საქმეა და მე ბიძინამ გადაუხადა მეტი და მე ბიძინას ემსახურება ახლა და მე ხვალზე ვიღაცა გადაუხდეს მეც და იმას მოემსახურება. ეს არის ასეთი ფენომენი ხალხო. ესენი როგორ სახელმწიფოს ააშენებენ? როგორ არ შეიძლება ესეთ რაღაცაზე ადამიანი დაფიქრდე? ბიჭო, ათმანეთს არანდობთ მეზობელს, სასესხებლად, ზოგიერთი და სამშობლოს როგორ ნდობთ აი ესეთ ბიოლოგიურ ნაგვებს, ერის, შვილის, ქვეყნის მომავალს 4 წელი და 5 წელი. და 14 წელია უკვე მინდობილი გაქვთ ეს ყველაფერი. ხო და აი ამ მდგომარეობაში ვარ და ამ მდგომარეობაში ვიქნებით, სანამ ამას არ შევხედავთ, კაცო. გაიაზრეთ ხალხო რა. გაიაზრეთ ეს ყველაფერი. აბსოლუტურად ყველა პარტია გაყიდულია.
ჩემი სიტყვები არა, ზვიად გამსახურდია სიტყვებია, იქნება 1000 პარტია და ყველა იქნება ერთი მაჩვენეთ, ერთი პარტია, რომელმა მოიტანა სიკეთე ქართველი ერისთვის. პარტიის ლიდერებს კი მოუტანა სიკეთე. კარგად იშოვეს, კარგად გაძღენ და დღემდე არიან. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ვაძლევთ იმ ურიებს, ჩვენ ვაძლევთ იმ უკრაინელებს, ჩვენ ვაძლევთ იმ სხვა ჯიშის ადამიანებს საქართველოში საქმის ასე არევის, დარევის და ქართველების ერთმანეთზე გადაკიდების უფლებას. პრიორიტეტი არის სამშობლო და ქართველი ერი. მორჩა, დამთავრდა, ამის იქეთ ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. და გეუბნებით, გიხსნით, ამათი საქციელი ყველაფერში ჩანს. ეკონომიკაში ჩანს. ხალხის მიმართ დამოკიდებულებაში ჩანს. ეზიზღებოდა, ჭირის დღესავით ეზიზღებოდა ქართველი და საქართველოს სააკაშვილს. ჭირის დღესავით ეზიზღებოდა. აბიჟნიკი იყო ჩვეულებრივი. ყველაფერი ქართული, ყველაფერი კაცური ეზიზღებოდა. არც თვითონ იყო ქართველი. სომეხი იყო, ხო, ყველამ ვიცით კაცო. არაფერს არ ვერჩი. კიდე ერთხელ ვამბობ, მე ნაცვალე მე იმ სომხებს, რომლებიც საქართველოს პატრიოტი შვილები არიან და სამშობლოსთვის თავი აქვს დადებული, ვენაცვალე ჯიგარში. ხალხი არიან მიყვარს ქართველ პატრიოტზე მეტად. იმიტომ რომ სომეხი კაცი რო საქართველოს პატრიოტია, მე ვენაცვალე ჯიგარში იმას. და არა აქვს სომეხს მარტო სხვაზია, სხვა ეროვნების იყოს. ასია ეს. თავდაცვის მინისტრი იყო ურია. იაკობაშვილი იყო ურია, კონფლიქტების მინისტრი. ერთმა სომეხმა, ორმა ებრაელმა საქართველოს გახვიეს ისეთ უბედურებაში, რომლიდანაც როდის თუ გამოვალ ჯერ საკითხავია. მე არ ვიცი. ამდენი ქართველი გაუბედურეს, ტერიტორიები დაკარგეს. აგერ ციხეებში რას უშვებოდნენ, ბიჭო, ქართველი ადამიანი როგორ ეზიზღებოდათ, როგორ ამცირებდნენ ქართველ კაცს. ციხეში, როგორ ამცირებდნენ ქუჩაში, როგორ იქცეოდნენ, ეს იყო ზიზღი საქართველოს და ქართველის მიმართ. ეს თუ ქართველი ადამიანი ხარ, აი ესეთი ზიზღი როგორ შეიძლება აპატიო, ხო? და როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ამ ხალხს გამოუცხადო კოჰაბიტაცია და ხელის დაფარება და პოლიტიკური პარტია და რა ვიცი შეაერთო კვარი გააცოცხლო ნიკრომანტია ჩაატარო საფლავიდან ამოიღო გააცოცხლო ნაციონალური მოძრაობა და ჯერ კიდევ ვერ აკრძალეს, იმიტომ რომ იდეალური იარაღი აქვს. ჩვენ თუ არა ეს ამას ქართველი ვერ გააკეთებს, რასაც ქვია გენეტიკით ცნობიერებით ქართველი ვერ აპატიებს ამას იმათ. ამიტომ არა ეს კაცი ქართველი. არ არის ეს კაცი ქართველი. და არ არის ეს კაცი ის უანგარო ქართველი, რომლის რაღაცა ლეგენდები იყო შექმნილი. დასრულდა, დამთავრდა ერთ მხრივ მადლობა ღმერთს. ბევრი ლეგენდა დამთავრდა საქართველოში. დამთავრდა ლეგენდა ივანიშვილის შესახებ, ნუ ახლა ვიღაცი არ ამაქვს ლაპარაკი. სააკაშვილზე და დამთავრდა შევარდნაძეს. დამთავრდა ლეგენდები პატრიარქზეც. დამთავრდა ეს ლეგენდები, მეორეთ მოსვლის ლეგენდები, უკანასკნელი. დამთავრდა, იმიტომ რომ არ შეიძლება ქრისტიანობაში ქრისტიანმა ადამიანმა იფიქრო ისე, როგორც საპატრიარქოს და პატრიარქის სახელით, რო გეკითხა ეს მორწმუნე მრევლი, ფიქრობდა. დამთავრდა ეს ზღაპრები. დამთავრდა. აღმოჩნდა, რომ ეს ზღაპარი იყო, ხო, ყველაფერი. რატო იყო ეს ყველაფერი ზღაპარი? მარტივი მიზეზის გამო იყო, ხალხო. რო არ ყოფილიყო საპატრიარქო, შევარდნაძე ვერანაირად ვერ შეინარჩუნებდა ხელისუფლებას. და თუ ის სისტემა არ შენარჩუნდებოდა, რომელიც სისტემაც 91-92 წლებში მოვიდა, მაშინ რა აზრი ქონდა იქ დანარჩენს? ამიტომ არსებობდა ეს ხელოვნური, რასაც ხალხი ვერ ხვდებოდა. აი ხლა დღეს აღარ არსებობს ქვეყანაში ავტორიტეტი. აღარ არსებობს. ილია მეორე იყო ავტორიტეტი. იყო ხალხისთვის იყო ავტორიტეტი და მისმა დაკრძალვამაც გამოაჩინა ეს ყველაფერი. დღეს საქართველოში ავტორიტეტი აღარა, მაგრამ თუ ვინიცობა არის, თუ ვიღაცისთვის არის ხელოვნური ავტორიტეტი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. პატრიარქი სანამ ცოცხალი იყო, მაშინ ბიძინა ივანიშვილი მეორე გავლენის ადამიანი იყო საქართველოში. დღეს ბიძინა ივანიშვილი პირველი გავლენის ადამიანია. და შიოს რაც შეეხება ჯერჯერობით მეორე ადამიანის არა ავტორიტეტი საქართველოში. რატო როგორ არ ვიცი, ნახოთ მომავალში რა სიზამს განსაკუთრებით ასეთ დროს. განსაკუთრებით ასეთ დროს ესენი უნდა იდგნენ ქართველი ერის გვერდით.
ქართული მიწის დაცვას და ქართველი ერთ, მაგრამ ამათ არ ამოუზიათ ხმა არასდროს. არ აინტერესებთ. უყვართ კომფორტი, გაიცხოვრება. არ ვიცი. აჰა. აგათ უყვართ ქვეყანას ასე ჭირს, ჩვენ ასე გჭირს და ასე მივიღებთ. ხო შეიძლება შედგეს თუნდაც დაპირისპირებულ ხალხს შორის გადადევით ყველაფერი გვერდზე და გაიხადეთ სამშობლო ქართული მიწის არ გაყიდვა უკომპრომისო ბრძოლის იდეად. არაფერი მასშტაბი, არაფერი მძიმე. გაიხადეთ ეს. თუ არ არის ლიდერი, ჯერჯერობით არ არის. იმიტომ მაგ სისტემა საქართველოში ლიდერს არ აცოცხლებს ლიდერს. როგორც არ აცოცხლეს ილია თავის დროზე, როგორც არ აცოცხლეს მერაბი, როგორც არ აცოცხლეს ზვიადი, როგორც არ აცოცხლეს შარაძე, ძალიან ბევრი თავდა არ გაახარებს. ეს იმდენად დიდი კიბო აქვს საქართველოს მოდებული, არ აცოცხლებს ეს. ამათ ჭირდებათ სახელად საქართველოს. გამოდით ბატონო და თქვით სულ ფეხებზე მკიდია. ვინაა ლიდერი, ვინ არაა ლიდერი, არსებობს ერთი უკომპრომისო იდეა. ეს პროექტი ჩერდება. სხვა გამოსავალი არა. და ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისს უშვებს, ის არის ჩვეულებრივი მოღალატე. ჩვეულებრივი მოღალატეა. ზოგი შეგნებული, ზოგი შეუგნებელი. ახლა მე აი ამ ავადმყოფობის დონეზე დასულ პოლიტიკურ სიმპათიას ვერაფერს ვერ დავარქვებ, თუ არა ეს არის ავადმყოფობა, ეს ჩვეულებრივი ბიზნესის დაავადება, დაჩლუმგება, ტვინის გამორიცხვა ბოლომდე. ხო, მეც ვერაფერს ვერ დავარქვებ რა. მე ხლა ეს არა ვარ, რა ქვია, ფსიქიატრი, ავლებ ზურაბაშვილი, რომ მე ამ ხალხს დაუსვა დიაგნოზი, როგორ შეიძლება ამ ხალხის მკურნალობა და თუ შეიძლება ამ ხალხის მკურნალობა საერთოდ ისიც საკითხავია. მე ვფიქრობ, რომ აღარ შეიძლება, ამათუკი აღარაფერი აღარ ეშველება. ეს არის. ამათი გამკურნება შეუძლია ერთადერთი ომს და უბედურებას. რასაც ესენი ამადლიან ხალხს, რომ ომი არაა ქვეყანაში. ასაგებია, რომ ომი არაა ქვეყანაში და კი ბატონო, არ ვართ ჩვენ იმ მდგომარეობაში, რომ ომი უნდოდეს ვინმეს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნების რა სად შეუძლია დღევანდელ ქართულ საზოგადოებას ომი. იმიტომ კი არა, რომ იარაღი არაა ბევრი და შეიძლება თანამედროვე აღჭურვილობა არაა ბევრი. იმიტომ რომ ერი ისია დაქსაქსული, ისია გადაკიდებული ერთმანეთზე, ოჯახები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დეიდაშვილები, მეზობლები, ხო? ეს ხალხი ერთ სანგარში არ დაждდება და იარაღს მტრისკენ არ გაიშვერს. ესენი ერთმანეთის მტრები არიან. ესენი იარაღის შემთხვევაში ერთმანეთს დახოცა, ამიტომ არ შეიძლება. როგორ შეიძლება ბიჭო შენი ერი მებრძოლი ერი რომელიც ბრძოლით მოვიდა და საქართველოს ისტორია ბრძოლების ისტორია არის. რა ეთქვა ხო სოლომონ პირველს. ხო მშვიდობა იყოსო და იყიდებოდესო რა ქვია ქართველებიო სტამბულის ბაზარზეო. რა ეთქვა სიმონ მეფეს. აბა ომი გინდათ ეთქვა? არ არის ეგრე. კი, გასაგებია გიორგი ბრწყინვალის პოლიტიკა არის საჭირო და ნამდვილად არის, მაგრამ ეს არ არის გიორგი ბრწყინვალის პოლიტიკა. ეს არის ანალოგიას მე ერთ რაღაცას უძებნი, იყო ასეთი ჰანოვერის სამეფო ევროპის ისტორიაში ყველაზე მხდალი სამეფო, რომელიც აი ზუსტად აი ამ პრინციპებით უდგებოდა, ოღონ ომი არ იყოს და ყველას ინტერესს ატარებდა მის ქვეყანაში და როგორც დაუმთავრდა მე ეგერა. აი დაახლოებით ამ მდგომარეობაში არის საქართველო და ქართველი კაცი ისეთი მხდალი არ უნდა გახდეს, რომ ვაი და ომი იქნება, უნდა იომო. მაგრამ ომი უნდა შედიოდეს ერის ინტერესებში. და არა ნაცისტთა კოცის ინტერესებში. და ეს პრობლემა არ იქნებოდა საქართველოში, რომ კოჰაბიტაცია არ მომხდარიყო და ამათზე თავზე ხელის გადასვა. რომელიც გამოზარდეთ. ბიძინა ივანიშვილმა გამოზარდა. დიახ? ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილი, მისი ჩათლახიცოლი, სულ ყველა ესენი ჯერ გადაავლებია საქართველოზე და მერე როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, ყველას გადააფარა ესა რა ქვია, თავისი კალთა.
და მილიონები, ათობით მილიონები მარტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც პარტიული დაფინანსებით პირში ჩაუდო და მიაწოდა და აწყორებს და აგულავებს. აი ეს ავიძინა ივანიშვილი. ახლა საბოლოოდ უნდა რომ დაასამაროს საქართველო. ეგა. თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაქვთ დარჩენილი ამ საკითხებთან დაკავშირებით, დამისვით და ვეცდები პასუხი გაგცეთ. ხო რა. დარჩენ ჩემი სათქმელი მე პირადად თქვი, მე მაქვს ასეთი შეხედულება, ეს არის ჩემი აზრით სწორი შეხედულება, იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი ნაცადი არის, ყველა პროგრამა დაწერილია საქართველოში, აბსოლუტურად ყველა ეტაპი გავლილი არის ამ ლიდერის, იმ ლიდერის, ამ პარტიის, იმ პარტიის, ამ იმის და არც ერთმა არ გაამართლა. არც ერთი არ გაამართლებს. მორჩა. Facebook-სეც და ვირტუალურ სამყაროშიც კი აგვიკრძალეს. როგორც ნაცების, ისე ქოცების გინებაც. მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია. აღდათ არ ვამბობ იმას, რომ კარგია, პირიქით დავისვენე. მეც დავისვენე. ამდენი ბიოლოგიური შესანიშნავი ჩმორები არიან, ლანძღვაგინებასაც ვერ ბედავენ ერთეულების გარდა თუ აკვირდებით, მეც იშვიათად ვიგინებ. იმიტომ რომ ნერვები ნაკლებად მეშლება. მაგრამ თეორიაში რა, თეორიაშიც და პრაქტიკაშიც არის ის, რომ ნაცის და ქოცის გინება ინტერნეტისგან აკრძალული. ეგ ადეკ. მორჩა აგერ ვიღაცას ახლა ანიწითლიძეს როგორ არ უნდა შეაგინოს ადამიანი. ამ გერმაბროდიტის ქმნილებას, ამ მიშას პირდაპირ გამოჭეკილ კვერცხს გამოვა და სამშობლოზე გელაპარაკება და ინტერნეტში რო შეაგინო იმას 4000 ლარია ჯარიმა. მადლობა ბატონო ბიძინა. მადლობა. დაველოდოთ. დაიწყება ახლა ბევრი პატრიოტული ჯგუფები გამოჩნდება. არ ვიცი, ზოგი იქნება შეფარული, ზოგი იქნება შემოფარული, დრო გამოავლენს ყველას, ვინ რისი მოქმედია ამ ტყებარგთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით და ამათ აქვთ იმის შიში, რომ ხალხის აყოლიება არ მოხდეს, იმიტომ თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ქოცებს რეიტინგი აქვთ 0-ს დაღმა. 0-ს დაღმა თავიანთ პარტიაშიც კი და თავიანთ ახლა მაგათმა რო იციან ხალხის განწყობები და ადამიანების განწყობები ისე ვინ იცის. თავიანთ პარტიაშიც და თავიანთ სამსახურებშიც ძალიან კარგად იციან რა დონეზე ეზიზღებათ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი. და ეს ხალხი ელოდება მომენტს. მომენტი რო დადგეს, გადავა იქეთ მხარეს აუცილებლად დასრულებულია ამათი ამბავი. დასრულებულია ამათი ამბავი. სკიპზე შეიძლება დაატრიალდეს ყველაფერი. ქალბატონო ირმა, მე მესმის, რომ თაობა არის აღზრდილი, მე მესმის აბსოლუტურად, რომ ეს გამუშევარი შედეგი, აბა თქვენ როგორ გინდოდათ 35 წლიან ანტიეროვნულ პოლიტიკას შედეგი არ ქონოდა საქართველოში? დიახ, 35 წლიანმა ანტიეროვნულმა პოლიტიკამ მოიტანა, აგერ ის შედეგი. აგერ ახლა ჰოლანდიაში ჩაატარეს ესა რა ქვია, გამოკვლევები. თოთო ბავშვები 10 წლის და ახალგაზრდა ბავშვების გეი პარადებიც გამოყავთ. გეი პარადებზე გამოყავთ. 17% განაცხადა, რომ არის LGBT. 17%. აი ეს მოიტანა LGBT პროპაგანდის მასირებულმა ჩადებამ, ახალ რა იცის, ჯერ მოზარდმა, გარყვნილების პროპაგანდირებამ, გამოდის ყოველი მე-6 ახალგაზრდა არის LGBT, რომელიც ვერ გამრავლდება, არ გამრავლდება, არაფერს იქეთს არ მოუგავს ყველას. დროთა განმავლობაში თუ გაგრძელდება, უფრო მეტი და მეტი იქნება. და ახლა თქვენ გინდათ, რომ 35 წლიანმა ანტიეროვნულმა პოლიტიკამ არ გამოიღო შედეგი, დიახ, გამოიღო შედეგი და არის სხვათა შორის უფრო მეტი რო არა, მე ის მიკვირს. მაგრამ ხო არის ქვეყანაში დარჩენილი 1% და 2% და 3% უფროსი, უმცროსი, შუახნის თაობა, რომლისთვისაც არა სამშობლო ერთი და იგივე. ხო და 2% და 3% საქართველოს მოსახლეობის ეს არის 100,000 ადამიანი. 100,000 ადამიანია მეტია კიდე. ხო და 100,000 ქართველმა თუ თავი დადო რწმენისთვის და გადაარჩინა, მაშინ
ქრისტიანობაც, რწმენაც და აქამდე მოგვიტანა დღესაც იგივე მომენტი უდგას ქართველებს, გამოვიდეს 100,000 ქართველი. და ამიტომ აბა თქვენ ნახეთ 100,000 ქართველის წინააღმდეგ ნაცი და ქოცი რა იქნება. მაგ კონკრეტული მოთხოვნით. ნახეთ რა ხდებოდა ალბანეთში. ზუსტად იგივე სიტუაცია იყო. იქაც გაყიდული სივრცე, იქაც დასახლება. ხო 100,000 ქართველს თუ აღარ უნდა ბრძოლა 70,000 თუ 50,000 თუ 100,000 ქართველს არ უნდა ბრძოლა და თუ სხვისი ხელით უნდა თუ გადარჩენა ყოველგვარი იდეის წინააღმდეგ ერთადერთი იდეით ქართული მიწა არ იყიდება. გამოვიდეს და მოიღოს ხო? თუ საქართველოში 30,000 და 50,000 ქართველი აღარ დარჩა, ვისთვისაც სამშობლო ძვირფასია, მაშინ მაგ ქვეყნისთვის თავის გაწირვა და თავის დადება ნამდვილად არ არის. გადასაშენებელი ყოფილა და მიდის თავის გზაზე. აბა რა გითხრათ? ერი რომელიც ამდენ დანცირებას, ერი რომელიც ამდენ შეურაცხყოფას, ერი რომელიც ამდენ უსინდისობას მოითმენს, აპატიებს, შეირჩენს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ერის არჩევანი კანონიერი პრეზიდენტი მოკლეს, ქვეყანა სხვა რელსებზე გადაიყვანეს, გადაჯიშება, უბედურება მიდის და ეხლა უკვე ფიზიკური ჩანაცვლება ხდება ქართველი ერის. ფიზიკური ჩანაცვლება ხდება სხვა ეროვნების ხალხით და მაინც არ უნდა გადარჩენა და მაინც არ უნდა ბრძოლა და რისთვის უნდა ბრძოლა აბა? რუსული კანონისთვის და შიგევროპისთვის და ამისთვის. მაშინ არ ყოფილა ეს ერის არსებობა. მე გეუბნებით ამას. კი მესმის რომ ბევრი გააქციეს. მე თვითონაც იძულებული გავხდი ხო წამოსულიყავი. ბარეორი აქ მიწერ შენ ჩამოდიო და მაგ არ ვიყავით გვედალუწილებო. არ მახსოვს. ვინც წერთ ვინმე დექით გვერდით. გამოდით ერთი ვინც ჩემ გვერდით იდექით და მითხარით ერთი. ზოგიერთები თქვენ სად ახართ ახლა ესაა საკითხავ. მაგისტვის გვებრძოდნენ და მაგისტვის გვანადგურებდნენ, რომ დავით გარეჯი საქართველოს როგორაო, კაცო, ამის გულისთვის მიჭერდა ჩემი უშიშროება 8 წლიანი მუხლით. 8 წელი და 6 ეთნიკური შუღლის გაღვივება. დიდგორობა რატო აღნიშნაო? ორი სასამართლო პროცესი მქონდა. ეს ხომ აიცა ვიდეო არქივად მოგონილი ხო არა? LGBT-ებს რატო ეუბნები რამესო და თამარა კინწურაიშვილსო რატო არის სვამო თავზეო და რა გითხრათ მეტი რა უნდა მეკნა მე ვერ დავინახე ხალხიდან გვერდით გქონდა და იძულებული გავხდი წამოსულიყავ. იმიტომ რომ სხვა მეტი უბედურება არ მომხდარიყო. იქ რასაც შედეგი არ ექნებოდა ჭაობში ჩასხმული წყალი მიმაჩნია აქედან მეც ვაკეთებ. ვაკეთებ იმას რაც მიმაჩნია სწორად ცხოვრებაში და არა იმას სხვა რას იტყვის. ახლა თუ არ უნდა ჩემო ძმაო ეს რა ქვია. ეგონად მასე ბევრი რაღაცა ეგონად. ნურავინ ნუ მიიწერს 5 ივლისის სისტემა საკუთარ თავზე. ნურავინ ნუ მიიწერს, აგერი ყვა 5 ივლისი. ნურავინ ნუ მიიწერს მის თავზე. იქ იყო მაშინ ქართველიერი გამოსული. არც ერთი პარტია და კი იყვნენ კი ბატონო პარტია მოძრაობები, რა თქმა უნდა, იყვნენ. ძირითადად ქუჩაში იყო ქართველიერი გამოსული. და დაასამარა ის პროპაგანდა, რომელი პროპაგანდაც ამდენი ხანი წამლავდა. ისე დაასამარა, როგორც დასასამარებელი. ასია. რა თუ არავის არ უნდა ბატონო ხმის ამოღება? უნდა. ეგარი. და ეძინოთ ჩემო ძმაო. ეძინოთ. რომ მიადგებათ მე ისა რა ქვია ბახტრიონის სენი ბახტრიონის მოვლენა რომ მიადგებათ კარებზე და ესა რო შემოძახებს ალავერ ზიან თადრების სიტყვას ამბობენ ძნელსაო კახეთში ვასაგიჭრით ჩიქ ჩავასახლებთ ძნელსაო აი მე გაახელენ თვალებს კი ვიცი ძმაო იგივე დათოს მე ვიცი ძმა დათო კუტალაძის ამბავი ახლა არავინ დაუდგა თქვა არ არის ეგრე ძმა მაგრამ ის რაც დგომა ჭირდებოდა მაგბიჭდა ვინც უნდა დადგომოდა და როგორც უნდა დადგომოდა რანაირადაც უნდა დადგომოდა არავინ არ დადგომია და დათოს ვედექით გვერდით რაც შეგვეძლო ყოველ შემთხვევაში რაც შეგვეძლო მაგრამ ვინც დათო კუტალაძის და სხვების სახელით
პოლიტიკური ქულები იწერა და როგორც დაუდგა გვერდით და ისე დაუდგა ეს მაგათ ნამუსზე იყოს. მაგათ ნამუსზე იყოს. და არა მარტო დათოზე დანარჩენებზეც. გავაფრთხილე მე დათო იმ დღეს. გავაფრთხილე რომ ზედმეტ აქტიურობას, ზედმეტ კამერებში მოხვედრას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ნუ აკეთებ. მიზანზე ხარ აყვანილი და გაგწირავენ. გამოცდილება მაქვს მე ამ ყველაფრის. და მინახია. არ გამიგონა გამოუცდელი ბიჭი იყო. მაგ საქმეში არ იცოდა ეს პოლიტიკური სიბინძურეები და გულანთებულად შეასკდა ამ ყველაფერს. არა უშავს, კაცი შევიდა, კაცი გამოვიდა. გარეთ რო არა კაცები დარჩენ, იმათ რა ეშველებათ თუ არა. რატო ჩემი ქალაქელი ბიჭია და აი ბიჭია და მიყვარს და პატივცემ და გააგზელებს კაცურად ცხოვრებას და აგზელებს. კარგი, აღარ მოგაძულებთ ეხლა თავს, აი ეს ხდება. ეს ხდება და მე ვინმეს არ ეწყინოს, ეხლა ვამბობ ხაზგასმით. ვიღაცა ხელოვნური ლიდერები, როდესაც შემოხტებიან და დაიწყებენ საქმის არევას, თავში ვამბობ. მე არავის თავზე ხელს არ გადაუსვამს. ვინც შეეცდება, რაც გითხარით, არ მინდა ბარეორს წამოვაძახო. იმიტომ ბევრი მწერს, ბევრი გაწმილებული მწერს, ბევრი ასე, ბევრი. რაც გითხარით, ხო, ახდა ყველაფერი. ხო ახდა. არა იმიტომ რომ მე მაგარი ვარ და ესო. მე უბრალოდ ვიცი ეს სისტემა შიგნიდან და ბევრი მაქვს გავლილი და გამოცდილება მაქვს და ახალს არაფერს ესენი არ აკეთებენ. ახალი არაფერი ხდება. მე ვინმეს თავზე ხელის გადამშვები მე პირადად არა ვარ, იმიტომ რომ მე ქართველიერის გაწმილებას არავის მე პირადად არ ვაპატიებ ცხოვრებაში და რაც შემეძლება ყველას იმათა. მონახეთ ახლა ბარეორებს რო გეუბნებოდით. სად არიან ეს ვარლამგოლეთიანი, ეს ხეობის მწველები. გადახედეთ ბარეორს, კიდევ ბევრს და გაიხსენეთ ჩემი სიტყვები, რას გეუბნებოდით. და უშიშროება იმას რო აკეთებთ, რომ დაშალოს ერთიანი მუხტი, გადახედეთ აგერა. შორს არ გინდა. აგერა. თუმცა მიუხედავად იმისა, ახლა თავს არ იკლავდნენ კონსერვატორები გაერთიანებას და გვერდში დგომაზე და თუნდაც მაშინ რო გააკეთეს ჩვენს მივწერეთ, რომ დავდგეთ ერთიანი ფრონტით, გამოვიდეთ ასე შენ. არა, შეხედეთ რა ხდება. შეხედეთ რა ამბებია. კიდე რამდენ უბედურებას დაატრიალებს უშიშროება, როგორ გადაკიდებს ხალხს ერთმანეთს იმისთვის, რომ საერთო იდეა გაფუჭდეს. აი ნახავთ მომავალში. ერთადერთი გამოსავალია. ყოველგვარი პარტიულობის და კუთვნილების და ამის და იმის გარეშე ქართული მიწა არ იყიდება, ამაზე კომპრომისი არ შეიძლება იყოს და ყველა ამ იდეით იდგეს იქ. მორჩა.